რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ილია ჭავჭავაძე 1897 წლის 31 დეკემბერი ამონარიდი. აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი. რა მივულოცოთ ჩვენს თავს ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ? რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? ნუ თუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ. შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა. ერთხელ ჩვენ თვითონაც თითი გავძრათ. ერთხელ ჩვენ თვითონაც მივდგეთ და მოვდგეთ. წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქნას მარტო წყალობა? თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თვითონ ადამიანი არ ხრწყავს, არ ასხლავს, არ ფურჩქნის, არ უვლის, არ პატრონობს. ღმერთმა რა წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე. დანარჩენი თქვენიცით და თქვენმა კაცობამ. რა კაცობა გამოვიჩინეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავები არა, არა დაუზოგვი არა, არა დაუკლი არა. წავიდა ის დრო, დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ახლა ხმალი თაროზე უნდა შემოვდვათ. აღარაფრის მაქნისია. ახლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლს აღვრიდეს. ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ღვაროს. ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწაწყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ. საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო რა. შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული თან გაგვიტანს, ფეხქვეში და მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინღა გაუძლებს თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დაუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად, ან გვეტყობა რაშიმე რომ ყოველივე ეს ვიცით, ან ვემზადებით? რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ახლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა. ომი უსისხლო, შვიდობიანი, წყნარი, ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა, უბუკნაღაროდ სთესავს და უბუკნაღაროდ მკის. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენი ქართველების წინ და აინუნშიც არ მოგდის. ამ თხრილის პირას ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრან და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი არწივიც კი ვეღარ გვიპოვის. ვეღარ დასწუდება ჩვენ ძვლებს რომ გამოხრან, გამოსწინწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. დგავართ და უღონოდ ვბზუით. მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ამ ბზუილიდან არ გამოდის რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზიკი ბზუის
ფუტკართან ყველა ტყვის ახალო წელიწადო თუ რამ შეგიძლიან თვალი აგვიხილე ყურებიდან ბამბა გამოგვაცალე ფუტკარისაგან გვასწავლეთ როთა შესაფერი სამამაცონი ზნენია რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარას თქვას რა გითხრათ რით გაგახაროთ